წარმომადგენელთა პალატაში ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცების შემდეგ ქართული ოცნების ტაქტიკა შემდეგნაირია. ირაკლი კობახიძე თუ ოცნების სხვა წევრები ცდილობენ აქცენტი გადაიტანონ მხოლოდ ჯო ვილსონზე და ამით დააკნინონ აქტი, რომელშიც საქართველოს შესახებ გაჩნდა ძალიან მკაფიო ჩანაწერი ჩინეთის და რუსეთის გავლენების შესახებ. ირაკლი კობახიძე უწოდებს უინტერესო და ღიმილის მომგვრელს ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტს და ამბობს, რომ მისთვის არ არის საინტერესო ეს გადაწყვეტილება, არადა მარტივია შევხედოთ თუ რას ნიშნავს რეალურად ეს აქტი. ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ 216 კონგრესმენის მხარდაჭერით დაამტკიცა აქტი, რომელიც ავალებს მარკო რუბიოს, რომ საიდუმლო ანგარიში მოამზადოს საქართველოში ჩინეთის და რუსული გავლენების შესახებ, მათ შორის სპეცსამსახურების მუშაობის შესახებ და ამ საიდუმლო ანგარიშის მომზადების და მისი მიხედვით უკვე გაიწერება საქართველოსთან ამერიკის თანამშრომლობის 5 წლიანი გეგმაც. აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი ასეთი ჩანაწერი, თქვენ იცით, რომ ინიციატივა არის ჯო ვილსონის და ერთი კაცის ინიციატივით შევიდა ეს ჩანაწერი კონგრესის აქტში. შესაბამისად, ჩვენთვის არ არის არც საინტერესო, არც სერიოზული. თან გუშინ ირანიც იყო წარმოადგენელი საქართველოში ძალიან ღრმად და დღეს ეს ასე ვთქვათ წარმომადგენლობა ირანის მხრიდან საერთოდ დაიკარგა. ხო, ეს მცირე ირონული გადახვევა აბსოლუტურად არ არის საინტერესო ჯო ვილსონის ინიციატივები, მისი ინიციატივით შესული შესწორებები. ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით სუფთა ფურცლიდან და ამასთან დაკავშირებით ველოდებით ამერიკის ოფიციალურ პოზიციას. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ ჯერი არის სენატზე, სადაც გადაიგზავნება კანონპროექტი ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი და სენატში მხარდაჭერის შემდეგ სულ 180 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს შესახებ ანგარიში მომზადეს. ამ ანგარიში იქნება ჩანაწერები, მათ შორის შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ და ისიც განისაზღვრება უღირს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ინვესტირება სწორედ ჩინური და რუსული გავლენების ზრდის ფონზე. ქართულ ოცნებას დღეს ტყუილში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამხელენ, მაშინ როდესაც ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მისთვის უინტერესოა წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებული აქტი და ქართული ოცნების მიზანი ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებაა შეერთებულ შტატებთან. საერთაშორისო გამჭვირვალობის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ მათ მხარდამჭერებზე გათვლილი პროპაგანდა. რეალურად თავდაცვის ავტორიზაციის აქტი არის იმის დასტური, რომ ურთიერთობები არ გამოსწორებულა და მეტიც დაპაუზებულია იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები სპეცსამსახურების მეშვეობით არ დაადგენს თუ რამდენად დიდია ჩინეთის და რუსეთის გავლენა საქართველოში და გიგაური საუბრობს პირდაპირ, რომ ამერიკაში აქვთ ეჭვი, რომ ქართული ოცნება სწორედ რუსეთის და ჩინეთის დავალებების მიხედვით მოქმედებს. აქტიურად ამერიკული სპეცსამსახურები მოამზადებენ კონკრეტულ ანგარიშს, სადაც ისინი შეისწავლიან რა ტიპის გავლენებია საქართველოში რუსეთის და ჩინეთის მხრიდან, ხო? აქ საუბარი არის არა მხოლოდ ეკონომიკურ გავლენებზე, არამედ რამდენად პენეტრირებულები არიან მათი სპეცსამსახურები საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე. ეს დოკუმენტი იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შემდეგ უკვე განისაზღვროს 5 წლიანი გეგმა, შემთხვევაში თუ კი საქართველო მუშაობს და საქართველო მოქმედებს ჩინეთის და რუსეთის ინტერესების შესაბამისად, რა თქმა უნდა, დასავლური ინვესტიციები აქ არ შემოვა და ცხადი არც ამერიკული ინვესტიციები შემოვა. ფაქტიურად არის სერიოზული ეჭვი, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუსტადაც გადაწყვეტილებას იღებენ რუსეთის და ჩინეთის ინტერესების შესაბამისად. ეს არ შეიძლება რომ ვინმეს უხაროდეს, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი ხდება, თუ კი ამერიკის შეერთებული შტატები მათ პარტნიორად განიხილავენ, ასეთ დოკუმენტებს ისინი ნამდვილად არ მიიღებენ, ხომ? მათ აქვთ კონკრეტული კითხვები.
ამერიკის ეროვნული თავდაცვის აქტი არის ყველაზე დიდი პაკეტი, რომელიც სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდულ დახმარებას მოიცავს და ახლა მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში ვართ, თუ როდის მიიღებს სენატი მისი დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას. ამ აქტში საქართველოს ეძღვნება ცალკე პუნქტი და ეს არის ჩანაწერი, რომელიც ემსახურება კავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში ჩინეთის მზარდი გავლენებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.